ყველაზე მნიშვნელოვანია. ქალების რადიოს წარმოგიდგენთ ურბანიკი. FM 80. კვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები. ფართოდ გავრცელებული და იშვიათი დაავადებების პრევენცია, კვლევები და მკურნალობა. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. საღამო მშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. თქვენ უსმენთ ქალების რადიოს FM 93-სა და 1-ზე. მე გვანცა დარასელია ვარ და ეს არის ტრადიციული გადაცემა ჯანმრთელობის საათი, რომელსაც ვუძღვები ყოველ სამშაბათს. სტრიმის მაყურებლებსაც, ვინც ახლა შემოგვიერთდა და კიდევ შემოგვიერთდება, ჩვენ ამ სტრიმებს თითქმის ყოველ საღამოს, ყველა გადაცემის შემთხვევაში ვუთმობთ ყურადღებას და იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით ჩვენ სოციმედიაში, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზეც და თუ გახვალთ ქალაქიდან ან ქვეყნიდან და კვლავ მოგინდება ჩვენი მოსმენა, შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს FM.g და ნებისმიერ დროს ნებისმიერი წერტილი და შეგიძლიათ გვისმინოთ და გვისმინოთ. გითხარით, არის სამშაბათი და საუბრობთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ და მოდით პირდაპირ გადავალ თემაზე, რომელიც ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქალი მსმენელისა და მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, რადგან მსოფლიო მედიცინა თანხმდება, რომ არ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემა, ან რაიმე მდგომარეობა, რომელსაც არ სჭირდებოდეს ნუტრიციული მხარდაჭერა, ანუ მხარდაჭერა კვების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ასევე საყოველთაოდ ცნობილია და ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ დედის ცხოვრების წესი, მისი კვების რეჟიმი პირდაპირ აისახება ნაყოფის ჯანმრთელობაზე. სწორი კვება იქნება ეს ფიზიკური აქტივობა თუ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვა გამოვლინებები, ძალიან ბევრ რამეს ცვლის ბავშვის ჯანმრთელობაში, როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ასე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი უშუალოდ სწორი და დაბალანსებული კვება და აი კონკრეტული საკვების, ნივთიერებების თუ ნუტრიენტების მიღება ორსულობის დროს თუ ორსულობის დაგეგმვისას ნაყოფის განვითარებისთვის. შესაძლოა ეს არის იმაზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე ორსული ქალი გოგონა იაზრებს ამ მდგომარეობაში და მე დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ამ გადმოსახედიდან თავადაც ვხვდები ჩემი ორი გამოცდილებით, რომ ალბათ 50%-ითაც ვერ ვიაზრებდი ამ პასუხისმგებლობას, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, მაგრამ მედიცინა და მეცნიერება არ ტყუის და ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი განათლება მივცეთ ქალებს და მით უმეტეს ქალებს რეგიონებში, სადაც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის შედარებით უფრო დაბალია და მოკლედ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რეალურად სად ეყრება საფუძველი ადამიანის ჯანმრთელობას. და აღარ გავაგრძელებ მეც, წარმოგიდგენთ ჩემს ძალიან საინტერესო სტუმარს, გარდა პროფესიონალი ექიმისა, ძალიან საინტერესო მოსაუბრეს, გინეკოლოგი ბესარიონ ტყეშელაშვილი იმყოფება დღეს ჩვენ სტუდიაში, ის გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო კვლევის ავტორი, სწორედ ამ მიმართულებით. მოგესალმებით, ბატონო ბესო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო, ქალბატონებო, დედებო, მომავალო დედებო და გილოცავთ გაზაფხულის მობრძანებას და დედის დღეს და იყავით ჯანმრთელები და აჩუქეთ მსოფლიოს ქვეყანას, აჩუქეთ ჯანმრთელი შვილები. მართლა ესეც კარგ პერიოდს დავამთხვიეთ თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ალბათ ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი სწორედ არის მისი შვილის ჯანმრთელობა და სწორედ ქალს შეუძლია. მოდით დავიწყოთ ჩასახვის მომენტიდან, რადგან მე როგორც ვიცი, სწორედ ასეთი არის თანამედროვე მეცნიერების მიდგომა და თქვენ ამას ეძახით ნაყოფის დაპროგრამირების ფენომენს. დიახ. რას ნიშნავს ეს? ნაყოფის დაპროგრამირების ფენომენი. დიახ. დავიწყებ ცოტა უფრო გავშლი ამ ძალიან საფასუხისმგებლო მომენტს
გვანცამბრძანა ჩასახვის მომენტი. ესე იგი, დღეს უკვე გარკვევით არის ნათქვამი და დადგენილი ის, რომ საჭირო არის დედის და მამის სხვათა შორის, მამა არ არის ასე თქვათ, შორს ამ პროგრამისგან, როგორც ერთ-ერთი ავტორი და გაჯანმრთელება მაქსიმალურად ეს ეხება როგორც სპონტანურად, ანუ თავისით გარკვეული ჩარევების გარეშე ადამიანს, რომელიც ექიმთან მიუსვლელადაც ახერხებს ამ საქმეს და მით უმეტეს თუ ის იმყოფება მიან გინეკოლოგთან კონსულტაციის თვალსაზრისით მისული კონსულტირებას, აი აუცილებელი არის ორივეზე მოთხოვნა რეალურად დღეს უკვე ასე დგას საქმე, იმიტომ რომ ლოგიკურიც არის, ხა თუ დედის გენეტიკური, просто გენეტიკური მასალა მოითხოვს ყურადღებას, მამის რატომაც არა. მე მგონი ეს მიდგომა უკვე მართლა შეიცვალა, ხო? კი, არის, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია თუ შეიძლება ასე ითქვას. და არსებობს ამის საშუალებები, მამაკაცებში გაცილებით მეტი ობიექტივიზაცია მზაობის, ვიდრე ქალებში. აქ მარტო არ იგულისხმება, რომ ქალს შეუძლია თუ არა მოამწიფოს. ჩვენ არ ვიცით იმ კვერცხუჯრედში რა მასალა დევს, მაშინ როცა მამაკაცის შემთხვევაში ასე თუ ისე უფრო მნიშვნელოვნად შეიძლება ინფორმაციის მიღება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დაფეხმძიმების მომენტში. რა თქმა უნდა, ეს ყურადსაღები უნდა იყოს დღეს რეპროდუქტოლოგებისთვის, რომლებიც მუშაობენ ძალიან ესე თქვათ აქტიურ რეჟიმში და ძალიან სამწუხაროდ, ძალიან გაიზარდა რიცხვი, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებისკენ არიან ესე თქვათ წასული და არაბუნებრივისკენ და ალბათობა და პროცენტულობა იმ ქალბატონების და იმ მამაკაცების, მამების, მომავალი მამების, რა თქმა უნდა, იქ პათოლოგიის წილი უფრო დიდია, თავისთავად ცხადია და იმიტომაც ჭირდებათ ხშირად ეს დახმარება. დახმარება, დიახ. ხო, მაგრამ აი ამ მომზადებას გარდა ანალიზებისა, რომელიც ძალიან დიდი და ფართოა, აუცილებლად ჭირდება გამეტების გაჯანსაღება. ოღონდ რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ობიექტურად უფრო ესე თქვა დასამზერი, მაგრამ ის რომ თქვა ჭარბწონია მას აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თამბაქოს მოხმარება, მით უმეტეს კლუბური ნარკოტიკი იქნება თუ ისეთი ნარკოტიკი, იგივე იქნება ალკოჰოლიზმი და ასე შემდეგ. ამაზე არ არის ლაპარაკი, აქ უფრო ლაპარაკია კიდევ უფრო მაღალ მატერიებზე, როგორიც არის ბიორითმები და კვება და ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად ის რითაც იკვებება დედა და მამა, პროდუქტი იქნება იმნაირი შესაბამისობაში. და პროგრამა, ასე ვთქვათ, იწყება იქ. ესე იგი, ღილაკი გაშვება ხდება იქ. აი დღიდან ჩასახვისა. დიახ. დევიდ ბარკერმა თავის დროზე 80-იანი წლების წინა საუკუნის ნახა დააკვირდნენ ამ მოვლენას, რომ გულსიზრდათა დაავადებების სიხშირე განვითარება ჭარბობდა იქ, სადაც იყო ახალშობილის, ასე ვთქვათ, ანამნეზურად დადგენილი პრობლემები ნაყოფის განვითარების პერიოდის, ასე ვთქვათ, პოსტნატალური და პრენატალური, ასე ვთქვათ, პერიოდების დროს. ანუ მუცლად ყოფნის დროს და მერე უკვე წამოვიდა სხვა რიგის პრობლემები, ეს იყო ახალშობილობა და ასე შემდეგ. და აი ამას მიეცა ძალიან ფართო გასახანი უკვე აი 21 საუკუნეში, სადაც ამას შეერქვა ამ ჰიპოთეზიდან გამომდინარე შეერქვა შემდეგ უკვე ფეტალური პროგრამირება, რომელსაც ბრალდება პრაქტიკულად ყველანაირი შეძენილი დაავადება. ეს ისტორიულად დადგენილი იყო ჯერ კიდევ ძალიან ადრე, ეს იყო დანიური ფენომენი. აი ძალიან საინტერესოა. 1944-45 წლებში ნიდერლანდები ეს დანიური ფენომენი ესე ქვია. შიმშილის ფენომენი. დადგენილი იყო, რომ იყო უпростоრად შიმშილის პერიოდი ოკუპაციის დროს და ის ბავშვები, რომლებიც ჩაისახნენ ამ პერიოდში და მუსლადყოფნის პერიოდი დაემთხვა აი ამ 44-45 წელს და დაიბადნენ მერე მათ გარკვეული ათწლეულების შემდეგ დაეწყოთ სიმსუქნის პიკი მივიღეთ და მივიღეთ მეორე ტიპის დიაბეტის პიკი. და რომ მიუბრუნდნენ ეპიდემიოლოგები, ნახეს რომ საქმე იყო სწორედ პრობლემა იყო დედის შიმშილი, ასეთი ისიც არსებობს, ხო? ასე ქვია პირდაპირ.
განვუმარტოთ უშუალოდ რა იგულისხმება დედის შიმშილში და რადგან თქვენ აღნიშნეთ რომ იმ თითქმის ყველაფერი ასე ვთქვათ რაც რაღაც ანომალიები თუ გარკვეული ტიპის ნერვული დარღვევები და ფიზიკური განვითარების თუ მენტალური განვითარების პრობლემების სათავე სწორედ არის მუცლად ყოფნის პერიოდი. მოდით მინდა მივყვეთ მეტნაკლებად რაღაცნაირად გავყოთ ეს პრობლემები და მოდით თქვათ ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას. ჩვენ საუბრობდით გადაცემამდე და ძალიან მნიშვნელოვნად ასახელებთ პროტეინს, რომლის მიღებაც პრაქტიკულად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ორსულისთვის და მოდით აქვე მაშინ მე რო აღარ გაგაწყვეტინოთ, გკითხავთ იგულისხმება თუ არა პროტეინის მიღებაში მაინც და მაინც ხორცი და რა რეკომენდაციას აძლევთ ხოლმე თქვენს ვეგეტარიანელ ან ვეგან პაციენტებს, ესეც ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით, რადგან საუბრობთ პროტეინზე და ხორცზე. ეს თემა მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი და იმავდროულად გარკვეულწილად არის ცოტა ტაბუდადებული მომენტები, გულისხმობს სწორედ აი კვების თავისებურებების გათვალისწინებით სწორედ ვეგანებსთან. რომ იქ არ მოხდეს თქვა სტიგმატიზაცია ან რამე ესეთი, რომ უსაშველოა და რაღაც საშინელება ხდება. თუმცა აქ ლაპარაკი როცა არის პროტეინზე, ამაზე არსებობს კვლევები და ეს კვლევები მათ შორის ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც შეეხებოდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ფონზე, რომელიც ადგილს ეხოსკოპიის ფონზე ნაყოფის განვითარების ანომალიების მქონე დედებს, პროსტორად ნაყოფის შესაბამისად დედებს უტარდებოდა ძალიან საფუძვლიანი გამოკითხვა კვების თავისებურებებთან დაკავშირებით. ნუ აქ არის სპეციალური კითხვარები, ძალიან ისეთი სკრუპულოზურად დაგეგმილი იმ კვლევარების მიერ, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით აი მიმართულებაზე და იყო შეფასებული აი ეს კვების სტატუსი. და რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა ის, რომ ესე იგი კვების ჯერადობა. კი ბატონო. 3-ზე ნაკლები. კი ბატონო. ანუ 2 ან 1 ორსულებში, კი ბატონო. ორსულებში. ერთ-ერთი, რომელიც ასე ვთქვათ, სტატისტიკურად ეს ხო თავისთავად კარგად სტატისტიკურად ლავრის მივიღეთ კორელაცია. მეორე იყო, რომ საუზმეს არ ჭამდნენ? საუზმეს არ მირწმევდნენ. საუზმეს ესე ქვია ინგლისურადაც ესე ქვია, რომ ძირითადი საკვებიო, main meal. Breakfast is the main meal. ნუ ეს არის სლოგანი ასე თქვა, ხო? და ზეპრის სიტყვიერებაში წესია, რომ აი საუზმეო შენო სადილი გაუყავიო და მეგობარსო და ვახშამიო მტერსო, თუმცა ის ვახშამიც ძალიან აუცილებელია. ესე იგი დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს, რომ ნაყოფის ანომალიები ახსენეთ, ეს ანომალიების განვითარების ანომალიების შემთხვევაში ჩაუტარდათ მათ დედებს გამოკითხვა კვების შესახებ, ისინი ერთხელ, ანუ სამჯერად იყვება მათ დღის წესრიგში არ იდგა, არ საუზმობდნენ და არ იღებდნენ რა საკვებს. ნახლა საკვებთან მოკლე ვიტყვი, რომ ესე იგი შესწავლილია მაგალითად ამ განვითარებასთან დაკავშირებით, იგივე ეს იქნება ფსიქიური განვითარება, ფსიქოსომატიკაზეა ზოგადად ლაპარაკი ფსიქიურის და სომატურიც, ხო? იგივე აუტიზმთან დაკავშირებით. აი კვლევები გაცილებით მეტია, მაგალითად როგორ იცით, რომ აი ბოსტნეულს ჭამს თუ არა, ხილს ჭამს თუ არა, D ვიტამინია თუ არა. და ნუ ძალიან დიდი რაოდენობა კვლევების ევიდენსი, ანუ ესეთი დიდი რწმუნებულება ამასთან დაკავშირებით, ცილებთან დაკავშირებით არ არის. შედარებით ნაკლებია უბრალოდ რო თქვა, ხო? მაგრამ ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული არის განვითარებასთან, უყურეთ როგორ არის. ხო, სამაგეროთ ეს შესწავლილია მაგალითად ნაადრევმშობიარობასთან მიმართებაში. შესწავლილი არის, ვთქვათ, დაბალი წონის ბავშვი რო იბადება დაკავშირებით. ანუ იგივე მაგალითად სიმსუქნე, ნუ შაქრიან დიაბეტზე აღარ ვლაპარაკობ და პრედიაბეტზე და იგივე
თქვათ აუტიზმთან რომ ამაზე ცალკე მინდა გკითხოთ. უბრალოდ აი კვების საკითხი ამოვწუროთ. არის ისევ კვებასთან, ხო? სიმსუქნე რა არის? სიმსუქნე ეს არის კვების არასწორი კვებით გამოწვეული ნახშირწყლების უპირატესად ასეში ვარიაციები ბევრია ახლა სიმსუქნეც არის და ფორმებიც არის. მაგრამ ის რომ ნიშნულობა აქვს იმიტოა განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ იქ არის შეუცვლელი ამინომჟავა. თვითონ სიტყვა გვეუბნება რომ ადამიანისთვის, თბილსისხლიანისთვის, ხო, ძუძუმწოვრისთვის აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ორგანიზმი წარმოიშვას, იგივე მაგალითად მცენარეული პროტეინებით ყველაფრით, მაგრამ ეს შეუცვლელი არის შეუცვლელი, იმიტომ რომ ის შეუცვლელია მერე იმ ადამიანის იმის პროგრამისთვის და იმის მომავალი ცხოვრებისთვის, როდესაც იქ როდის რა ამოხეთქავს რომელი პრობლემა დაწყებული ჰიპერტენზიიდან, დიაბეტიდან და სიმსივნეების განვითარებიდან, ეს ყველაფერი მე გავარცობთ ამას, ჩვენ პოლიკისტოზები იქნება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი პრაქტიკულად აი ამას საფუძველი ეყრება აი ამ კვების დროს. ძალიან მოკლე სარეკლამო პაუზა მოგვიახლო და რამდენიმე წამში დავბრუნდებით და აუცილებლად ვისაუბრებთ ნერვული სისტემის პრობლემებზე და თქვენ არაერთხელ ახსენეთ აუტიზმი და როგორ კავშირშია თქვათ დედის ცხოვრების წესი ამასთან, ამაზეც ვისაუბრებთ რამდენიმე წამში. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. მომილოცავს. დღეს ვამარტია და უნდა შეგაწყვეტოთ. ხომ არ გეხნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. ქალების თვე, ქალების რადიოში. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 91 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ქალების რადიო ურბანიკისგან FM 93 და 1. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობისა მივესალმები 93-სა და 1-ზე მე გვანცა დარასელია ვარ. დღეს სამშაბათია და ტრადიციულად გადაცემაში ჯანმრთელობის საათი განვიხილავთ თქვენთვის ძალიან საინტერესო თემას ორსულებო, მომავალო დედებო, ოჯახებო, ვინც გეგმავთ ბავშვის სკოლას, შემოგვიერთდით, გვისმინეთ. მივესალმები ჩვენი Facebook სტრიმის მაყურებლებსაც. ბატონი ბესარიონ ტყეშელაშვილი გინეკოლოგი გსტუმრობს დღეს და ვსაუბრობთ თემაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კვებას ორსულობისას ბავშვის ფიზიკური და ნერვული სწორი განვითარებისთვის. ჩვენ მეტნაკლებად მიმოვიხილეთ გარკვეული ხები და ახლა მინდა გკითხოთ სწორედ ფოლიუმის მჟავაზე, ნივთიერებაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე და ჩვენს მსმენელს დამაყურებელს ვეტყვი, რომ პირველ ბავშვზე როცა ვიყავი ორსულად, ბატონი ბესო იყო ჩემი ექიმი და მახსოვს, რომ იმ დღესვე როცა შევიტყვე, რომ ვიყავი ფეხბურთმედ და მოვედი პირველ კონსულტაციაზე, იმ დღესვე და სხვა მედიკამენტებთან ერთად დამენიშნეთ ფოლიუმის მჟავა. მოდით ავხსნათ მნიშვნელობა ნივთიერების ორსულისა და ნაყოფისთვის არ არის შესაძლებელი ვთქვათ საკვებიდან მისი მიღება, რადგან მაინც ესეთი სტანდარტია, ასე ვთქვათ, მედიცინაში. ნუ ფოლიუმის მჟავა დაწინაურდა, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, ვინაიდან კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ
ეს არის ბეჯგუფის ვიტამინი B9 და მისი როლი მრავალმხრივია, მაგრამ ორსულობასთან და ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებით ზუსტად ყველაფერი ეს არის ნერვული მილის განვითარების სწორი განვითარების უშუალო ხელშემწყობი ფაქტორი. ნერვული მილი, რომელიც არის კი, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემა. ცენტრალური ნერვული სისტემა. ნუ ეხლა ყველა ვიტამინი, ყველა მიკროელემენტი ფაქტიურად მთელი მენდელეევის ტაბულა ჩართული არის ადამიანის განვითარებაში და ნუ ამას ადამიანი მეტნაკლებად ახერხებდა და ახერხებს ჩვეულებრივი კვების საფუძველს. ეს არის ჩვეულებრივი იმდენად, რამდენადაც ერთია ხელმისაწვდომობა, მეორე არის დრო, რომელიც მართალია ახლა ცოტა შემოვიდა, ასე ვთქვათ, წესად რომ პოსტნეული ძალიან გახდა აქტუალური, იგივე ხილი რაღაც ესეთი მეორე, მაგრამ ის რომ ამითი გამდიდრება საკვების არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ცუდ რამეს ვიტყვი ახლა, მაგრამ აი თქვათ მტევანი რო არ კონდეს ბავშვს უკვე მტევანს უკეთებენ სიტყვაზე ვიდახი, მაგრამ ის რომ ის ნერვული მილის განვითარების მანქი თუ იქნა, იმას არაფერი არ შველის საერთოდ. ამიტომ ის ბავშვი დანაკარგად ითვლება და ამან ძალიან მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო აი ამ პრობლემის მოგვარებას. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ პრაქტიკულად ყველა ვიტამინი მით უმეტეს ბეჯგუფის და არა მარტო ბეჯგუფის ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ესე იგი ამ ფოლიუმის მჟავას საკვებიდან თუ არ დავამატეთ ვერ ფორტიფიკაცია გამდიდრება ჩვენი რაციონის არის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ. გასაგებია. რადგან არაერთხელ აღნიშნეთ და ჩვენ ვთქვათ ეს ნერვული მილი ვახსენეთ და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება თუ ვერ განვითარება, არაერთხელ ახსენეთ აუტიზმი. რამდენად არსებობს რამე ტიპის ესეთი მყარი სამეცნიერო კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სწორედ რაღაცა მუცლად ყოფნის პერიოდში გარკვეულ ფაქტორებს კონდეს რა თქმა უნდა ეს თემა ძალიან აქტუალურია და სწორედ ამიტომ არაერთი კვლევა არ ვლაპარაკობ დაკვირვებაზე, რომელსაც შემდეგ იდეა მოყვება კვლევის. ხო და სწორედ ის არის, რომ მულტიფაქტორულია. რა თქმა უნდა, ერთი რამის ბრალი ვერ იქნება. 35-40% ბრალდება გენეტიკურ ფაქტორს. თუმცა აი მე კარგად ვიცნობ ლიტერატურას და ჩემთვის ცოტა როგორ გითხრათ იდუმალებით მოსილად რჩება ეს ელემენტი. ანუ რა, დედა იყო აუტისტი, თუ მამა იყო აუტისტი, თუ როგორ არის ეს თემა. ანუ ნუ წერენ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ესე კაცრად წერია 35-40% გენეტიკა. დანარჩენი არის უამრავი სხვადასხვა ფაქტორებით. ეხლა ეს ისტორია იმდენად დიდია, რომ რას არ ბრალდებოდა, დიდია და ძალიან სენსიტიურია, ხო? მრავალი მითიც მათ შორის გადაჯაჭვული არის ამ საკითხთან. იყო ანტიდეპრესანტების როლი, ანტიდეპრესანტებს. რა ვაქცინაც კი იყო. ვაქცინაზე იყო და ეს მალე მოგვარდა ეს საქმე. მაგრამ ანტიდეპრესანტების აი ამ მითის განეიტრალებას საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევები და დრო დასჭირდა. და აქ უკვე გადაინაცვლა არა წამალმა, არამედ თვითონ პრობლემამ. ანუ დედის ბრალი რო ის დეპრესიულია, ის არის თუ წამალი, რომელიც ამ დროს მას ეძლევა. ნუ დამტკიცდა, რომ წამალი არაფერ შუაში არ არის. მაშინ გამოდის, რომ დეპრესიული ხალია და რა იწვევს თვითონ დეპრესიას. ეხლა ეს რამდენი შრე აქვს როგორი ღრმა ისეთი რთული საკითხია, რომ ეხლა მე არ მინდა რომ ფსიქიატრების და ნევროლოგების ასე ვთქვათ. თუმცა მარტივად რო ვთქვათ, აი ბიოლოგიის ცოდნიდან გამომდინარე ანტიდეპრესანტები და შესაბამისად იგულისხმება, რომ დეპრესია არის რაღაცაზე ნაღლის არსებობა, ანუ რაღაცაზე წუხილი და ადამიანს რეალურად აი ეს დასულ ადამიანს აქვს ორი ასეთი სიამოვნება, ეს არის კვება პირველი და მეორე არის სექსი. და როდესაც ლაპარაკია ამ სიამოვნების მიღებაზე, ეს სიამოვნების მიღება არის
ერთი ტიპის ანტიდეპრესანტი, მეორე ტიპის ანტიდეპრესანტი. ანუ ეს არის შეიძლება ეს კაიფი და ოპიოიდმა, ხო? იმიტომ რომ არის ოპიოიდური ვარიანტი, მეორე ვარიანტია დოფამინური, მერე სეროტონინი და ასე შემდეგ. ხო და ამდენად ლოგიკურად იბადება ესეთი მოსაზრება, რომ აქ შეიძლება კვების ნაკლებობა და კვებაში შეიძლება თეორიულად დიახ. აზრი წავიდეს იქეთკენ, რომ გადამწყვეტი არის სწორედ ის შეუცვლელი ამინომჟავები, რომლებიც ლოკალიზებული არის სწორედ ხორცს პროდუქტებში, ანუ ცხოველურ ცილაში. გასაგებია. იმიტომ რომ სოციუმი, რომელიც ერთ-ერთი რაც დარღვეული აუტიზმის დროს, ეს სოციუმის თემა არის, იქ რომ სოციუმში არ არის ეს ბავშვი. ხო, შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, იმის ნაკლებობასთან, რამაც მოიტანა სოციუმი. გასაგებია, მგონი ძალიან ღრმად მეცნიერულ წიაღსვლებში აღარ შემოყვებით. ხო, მაგრამ ხო, ამ ლოგიკაში მოყვებით და რადგან თქვენ თავად ახსენეთ დეპრესია, საუბარში ეთერამდე ისიც ძალიან საინტერესო რამ მითხარით, რომ ასე ვთქვათ, დედის შიმშილი და ამის შესახებ გარკვეული კვლევები არსებობს, ასევე შეიძლება იყოს განმაპირობებელი, ამცეთ როგორ მითხარით, კრიმინალური ბუნებისაო. რას ნიშნავს ეს, რომ ეს ისე ნაყოფის პროგრამირების მომენტს რომ დავუბრუნდეთ, მომავალში შესაძლოა ქონდეს კრიმინალური ბუნება? კი. მე კითხულობდი ძალიან მარტივ რაღაცას, უბრალოდ სტუდენტებისთვის მინდოდა რომ ძალიან ხელმისაწვდომად თქვა ჩავძეოდით ანდროგენების ბუნებას და შემთხვევით აი ვიკიპედიაზეა ლაპარაკი მე ხლა შორს ის ანდროგენებზე ლაპარაკი ტესტოსტერონი და ასე შემდეგ არ მახსოვს ახლა ანდროგენი იყო თუ ტესტოსტერონი რაც პრაქტიკულად ერთგია მოყვება იქ რომ რას აკეთებს როგორ არის სად გამომუშავდება წყარო რა არის წყარო არის холестерინი холестерინი და მე იქიდან მიდის უკვე ქალის ჰორმონის, მამაკაცის ჰორმონისგან კეთდება. ანუ ეს როცა ჰორმონალურ რაღაცებზეა ლაპარაკი, არ უნდა გავიზრდეს, რომ დედა ვინ არის? დედა холестерინია. ამიტომ ვერ იქნება, თქვათ, მენსტრუალური ფუნქცია, თუ არ იქნება холестерინი. მარტივად. როგორ ქვია მაგას დედის ქალის ჰორმონი ესტროგენი სინთეზდება ანდროგენისგან. ანდროგენი სინთეზდება холестерინისგან. холестерინი არის იქ. კი ბატონო. და იქ წავიკითხე ერთ-ერთი ქვეთავი ბოლოსკენ არის ესეთი კრიმინალიტი. დიახ. კრიმინალიტი. ხო და ეხლა საფუძველი რა არის? აი პროგრამირება სწორედ რა არის, რომ სწორედ იქ ხდება ეგრეთ წოდებული მოდარაჯე გენების აქტივაცია შიმშილის დროს და იმ მომენტში ნაყოფი თვითონ დედასთან ერთად, მაგრამ ნაყოფი თვითონ უკვე ცდილობს თავის ლებებით გამოძრეს, გადარჩეს, შეიძლება მსხვერპლი იყოს მცირე წონა, დიახ. ანუ ვერ მიიღო ეს წონა, ან ზოგი პირიქით ფუვდება ეს ბავშვი და არის დიდი წონის. დიახ. მაგრამ აღმოჩნდა რომ აი დიდი წონის ბავშვი ცუდია, არ არის კარგი. მაგრამ მცირე წონისას ჯობია, იმიტომ რომ მას პერსპექტივაში უფრო ნაკლები ხიფათი აქვს ვიდრე მცირე წონიანს. ამიტომ ითვლება რომ ეს ადაპტაციური ფენომენი წონის აკრეფით რომელმაც მან მოიმარაგა ამ ორსულობის დროს რომ გადარჩენილი დეფიციტის გამო ხო დედის კვების დეფიციტის გამო ეს უფრო სწორი ნაბიჯი იყო ვიდრე ის რომ მან ეს ვერ შეძლო. კი ბატონო. ეს კიდე ცალკე საინტერესო თემაა, მაგრამ კრიმინალურობასთან რას ვამბობ? ანუ ეს ბავშვი პროგრამირდება რომ საკვები უფრო ინტენსიური ძიების, წივილის, კივილის, აი ეს უფრო რადიკალური ზომებით მოიპოვა. მართვეები და ლეკვები რო არიან, რომ სანამ ის არწივი თუ ქორი მოუტანს თავის ტანდას, როგორ წივიან, კივიან. ისეა ეს ბავშვიც რო ტირის, იმიტომ კი ძუძუს მიცემს, ან საკვებს მიცემს, ჩერდება. ხო და აი ესეა, ანუ ის კლეპტომანი იქნება, ისა ქურდი იქნება, რეციდივისტი იქნება, მკვლელი იქნება. ის კვლელის უდიდესი პროცენტი არის საკვებთან დაკავშირებული. ეს არის ფული, ეს არის ბანკი, ეს არის ქონება, ეს არის რაღაცა, ეს მაინც აი აქ უკან დევს შიმშილი. საინტერესოა. მოდით გადავინაცვლოთ ნაადრევი დაბადების რისკებზე, ანუ ნაადრევი მშობიარობის და ასევე მინდა კითხოთ
ის პერიოდში ეს პატარა ვადებზე მუცლის მოშლის მთავარ რისკებად რას დაასახელებთ? ნუ ეხლა ჩვენ რაზეც საუბრობთ, ალბათ იმაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, თორე პრობლემა თავისთავად რა თქმა უნდა, ჩვენ ყვება გვაქვს ფოკუსად არჩეული, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მიზეზი აქვს. ეხლა მეტნაკლებად მე მოვიძიე ეს უფრო თქვათ ნაადრევი მშობიარობის თქვათ, ნუ პროტოკოლი იქნება თუ გაიდლაინი, ეხლა აქ ესეთი ხაზგასმული ეს თემა ხაზგასმული გულისხმობ. აი ესე ძალიან სერიოზულად არ არის რაღაც სხვა ფაქტორები ერთი მეორეთი. მაგალითად, როცა სახელდება რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონია სიტყვაზე, ან შეიძლება გამოიწვიოს თქვათ ნუ იგივე ჰიპერტენზიული სინდრომი, პრეეკლამსია, იგივე ანემია, იგივე ის ერთი მეორე რაღაცები, ნუ აქ ეხლა ამის უკანაც დგას ყვება. და როდესაც მიდიხარ და უფრო მიზანმიმართულად ეძებ ლიტერატურაში იქ კონკრეტულად წერია, რომ არასწორი კვება და აქცენტი ცილაზე არის ამის პროგრამა, 9-თვიანი პროგრამის ვერ შეუსრულებლობა, ვერ უზრუნველყოფს დედა, ვერც პლასტიკური მასალით და ვერც ენერგეტიკული მასალით. და ამას მოყვება ყველაფერი ის, რაც მოყვება, მაგალითად დედის ჭარბი მატება, ან საერთოდ არ მატება. ტონის? ის ვაია, ეს უია. ტონის ხო? კი. ანუ რო გაფუვდება და დიდ წონას აკრებს, ის ცხადია, მე უკვე ჰიპერტონიის, ასე თქვათ, მანუ ბავშვის რისკის ქვეშ არის, ხო? გესტაციური და შესაბამისად ან დგება თქვათ ნაადრევად გამოვიდა ეს ორსულობის დამთავრება, იმიტომ რომ იქ რესურსი აღარ არის და მთავრდება. კი ბატონო. მთავრდება. იგივე მცირე ვადებზეც, თუმცა აი რომ ნახოთ ჩვენ ჩვეული აბორტი რო ავიღოთ, ჩვეული აბორტის ასე თქვათ მიზეზებში ესეც არ არის ხაზგასმული. ანუ ეს გამოდის მაგალითად მე როგორც ჩემ პრაქტიკაში ესეა, ჩვენ გავივლით ყველაფერს იქ რაც ჩამოთვლილია, ძალიან რთულ კვლევებს და შეიძლება აღმოჩნდეს რომ დედის ბრალეულობაში ოფიციალურად არ არის და გამოკითხავდა მშიერია. ანუ ჩვენ რასაც ვეძახით ბიოლოგიურად მშიერია, თორე მაცივრებში ყველაფერია. გასაგებია, მოკლედ ჩვენ კიდევ ერთი ნაწილი დაგვრჩა გადაცემის და იმ ნაწილში სწორედ ძალიან მინდა რომ დავინახოთ რა უნდა იდოს ამ მაცივარში, მინიმუმს ვამბობ რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა და შემდეგ ნაწილში უკვე შევაჯამებთ თემას, რომელზეც დღეს საუბრობდით, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ ქალების რადიოს 93-სა და 1-ზე და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით გადაცემით ჯანმრთელობის საათი. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 291 88 88. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 291 88 88. კვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები. ფართოდ გავრცელებული პრევენცია, კვლევები და მკურნალობა. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მივესალმები ქალების რადიოს მსმენელებს 93-სა და 1-ზე და ვინც Facebook-ზე გვიყურებთ, მოგესალმებით თქვენს. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები პირდაპირ ეთერში მოგწეროთ. ბატონი ბესარიონ ტყეშალაშვილი, გინეკოლოგი არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვსაუბრობთ ორსულობაზე და კვების მნიშვნელობაზე ორსულობის დროს. ბატონო ბესო, თქვენ ახსენეთ ქოლესტერინი, რომელიც დამკვიდრებული მოსაზრებით არის რაღაცა ისეთი ბუა ადამიანის
ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხო რა, ქოლესტერინი მაქვს და აუცილებლად სამკურნალო ვარ. მოდით ავუხსნათ ჩვენს რადიო მსმენელებს, რას ნიშნავს კარგი ქოლესტერინი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ორსულისთვის და ბარემ ისიც მოგვიყოლათ როგორ და რა სახით უნდა მივიღოთ. მიიღონ. პირველ რიგში ესეთი ჩემთვის გასახარებელი რაც იყო ის რომ ეს ქოლესტერინი როგორც ბუა აღარ არსებობს. მართლა, ძალიან კარგი. ანუ სიმართლე მაინც ჭეშმარიტებამ, ასე თქვა, თავისი მაინც გააკეთა. პრინციპულად ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიგოს ექიმაც და პაციენტმაც, რომ არსებობს კონსტიტუცია, ასე თქვა, ადამიანისთვის დაწერილი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მარცვალიც, ძალიან მნიშვნელოვანია ბოსტანიც და ხილიც, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი ღირებული ეს არის ცილა. ცილა და ქოლესტერინი, შორიშორს არ არიან, ქოლესტერინი არის საშენი მასალა და უჯრედული განახლების პროგრამაში ეს არის გადამწყვეტი. ანუ ყოველ წამში ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ქსოვილში და ორგანოში და ორგანელის დონეზეც ხდება აპოპტოზი, ანუ დაგეგმილი ცვლა. ეს სიტყვა არ ვიცოდი, აპოპტოზი. ხო, ჩამოშლა და ახლის შექმნა. ამას უკავშირდება ძალიან ბევრი დაავადება, იგივე სიმსივნე. დიახ. იგივე აუტოიმუნიზაციაც. ანუ ამ პროცესის დარღვევაზე არის ლაპარაკი? კი. და ეს არის, ესე ვთქვათ, აი თუ მაგალითად დაინგრა სახლი და უნდა აშენდეს სახლი. თუ ახალი მასალა არ მოვიდა ეს სახლი ან საერთოდ ვერ აშენდება, ან თუ აშენდება, შეაჩერებს იქ ხო. ის აშენდება ცოტა, უფრო მცირე და უფრო ცუდი. იმიტომ რომ ეს უნდა აშენდეს უკვე აი ნარჩენებით, ხო? სხვანაირად არ ხდება. კი ბატონო. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ქოლესტერინი უნდა იყოს საკვებში იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოითხოვს ამ ასაკის, ამ სქესის, ამ წონის და ზომის და ასე შემდეგ. ისე რა არის აი ეგ კარგი რაოდენობა და კარგი რაოდენობა, ეხლა როგორ უნდა ვერ მიხვდებით ჩვენ მაგას? ვერა. უფრო სწორად, ეხლა ადამიანურად რო ვიმსჯელოთ ჩვენ და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ ამდენი თაობები გაიზარდა და გენიოსებიც იბადებოდნენ და მკვლელებიც, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ზოგჯერ ერთდროულად იყვნენ გენიოსები და მკვლელები. არ გადაშენებულა. არავის არ ქონდა, თქვათ, არაპირდაპირი კალორიმეტრია და არ ყავდა ნუტრიციოლოგი, რომელიც ამ კალორიების გაზომვის მერე, ობიექტური გაზომვის მერე დაადგენდა გრამაჟს. ანუ რომელი საკვები რამდენი უნდა მიიღო. კარგი, გავრცელებული მოსაზრე, მოდი აი მითებით შემოგიტევთ. არ ჭამა ღორის ხორცი. შემწვარი ღორის ხორცი არ ჭამა, იმიტომ რომ ქოლესტერინი აქვს და ორსულად ხარ და გაუფრთხილდი თავს. ჯერ ერთი ღორის ხორცი ძალიან კარგი ხორცია, ეს ერთი. გემრიელიც არის. არა, გემრიელიც არის და მეორე კიდე ძალიან საინტერესო ფაქტი ის არის. ადამიანთან ძალიან ახლოს დგას ღორი. კი. და ახლოს დგას იმიტომ, რომ ღორი როგორც იკვებება, ბოდისვიხტი, იმ პრინციპით იკვებება ადამიანიც, ანუ შერეულ კვებაზეა. ხო. შერეულ კვებაზეა. ეხლა ცხვარი და ძროხა არ არის. ცხვარი და ძროხა ჭამს მარტო ბალახს. კი ბატონო. და ის ასინთეზებს მერე თავის მსგავს ცილას. ანუ ბეკეკა და ისა რა ქვია, პატარა ხბო კეთდება ბალახისგან და ადამიანი კეთდება ხორცისგან და ცილისგან. ეგრეა. კი ბატონო. რაკოპ სტრატეგიული საკვები არის ეს. დავიწყოთ იქიდან, უნდა წარმოიდგინო შენ რომ ცოტა შეხვიდე ამ როლში, უნდა წარმოიდგინო და გაიგო კიდევ ერთხელ შენ ვინ ხარ. შენ ხარ ადამიანი ჰომო საპიენსი, რომელიც გახდა სოციალური ცხოველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, წავიდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაიწყეს დიდი რაოდენობით ხორცის მოპოვება. იმიტომ რომ ამს მოიტანა ცეცხლმა მოიტანა ამის სურვილი, რომ შემწვარი ხორცი კარგი ყოფილა და ხორცი თურმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რომ წარმოიდგინო რომ ვინმე იდგა და ამის წარმოგენა ძალიან ძნელია და იგივე ბადრიჯანს მირწმევდა კიდე ნიგზის გარეშე და შემწვარ მოუხარშავის გარეშე. ანუ ის იკვებებოდა იმ პროდუქტით, რომელიც იყო იმ დროისთვის მისთვის მისაღები და ძირითადი საკვები რო გადავხედოთ ჩვენს
ასე თქვა თანამოძმეებს, რომლებიც დღესაც ჯუნგლებში დარბიან და იკვებებიან, აიმით იკვებებოდა ადამიანი, ხო? ეს იყო ცილა. მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული საკვები იყო კვერცხი. კი ბატონო. ამიტომ კვერცხი თავისი ენერგეტიკული ძალიან დიდი პოტენციალით და საოცარი ცილოვანი კომპონენტებით და ყველაფრით ეს არის ის, რაც ჭირდება იმას, ვინც იმ კვერცხში ზის, რომ მომავალში იმისგან მიიღოს დასვენება. კიდევ რამდენიმე პროდუქტი ჩამოგვითვალეთ, რა ძალიან უყვარს მსმენელს და მაყურებელს, ეს ჩვენ ხორცზე ბევრი ვილაპარაკეთ, ცილის თვალსაზრისითაც, პროტეინის თვალსაზრისითაც, კვერცხი ვახსენეთ. აი, რაღაცა ის მართლა მინიმუმი, რაც უნდა იყოს მაცივარში 9 თვის განმავლობაში, საშენ მასალა და ახალი პიროვნების ჩამოყალიბების. დიახ. ნუ ცილოვანი ცილას ვერ გავცილდებით ცოტა ძის პროდუქტებში და ნუ ძის პროდუქტები ერთ-ერთი დიდი წყაროა ამ ცილის. მეორე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეული ცილა, რომელიც ასევე ძალიან აუცილებელია, იგივე ეს შეეხება მარცვლეულ ცილას. აქ ერთ-ერთი სუპერ წამყვანი არის, არა, ის არის პარკოსნები. პარკოსნები ბოდიში, მარცვლოვანი ცილა არის. მარცვლოვანი ცილა, ნუ სუპერი არის ხორბალი. ხორბალი. კი ბატონო, ნუ იქ არის ახლა ძირითადად ხორბას მოიხმართ. აუცილებელი ძალიან მცენარეული ბოჭკო. კი ბატონო. მცენარეული ბოჭკო, ნუ საოცრებებით სავსე ინგრედიენტია, რომელსაც აქვს მარტივად ვთქვათ, კუჭის მოქმედება, რომელიც ორსულებში საკმაოდ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, კუჭის მოქმედებისთვის რა არის? ფსილიუმი რა არის? მრავალძარღვას ჩენჩო, თესლის ჩენჩო. მრავალძარღვას თესლის ჩენჩო. მაგრამ ეხლა ეს უკვე წამალია. მაგრამ აქ ლაპარაკია ჩვენ რომ ვამბობთ მაგალითად ფხალეული. კი ბატონო. ბოჭკო რომელიც არის დიდი რაოდენობით იგივე ხორბალში, იგივე მარცვლებში და ასე შემდეგ, აი რაფინირებული პროდუქტი იმიტომ არ ვარგა. იმიტომ რომ ის მსხვილ, აი ამ ბოჭკოს ფრაქციას პრაქტიკულად არ შეიცავს. მოდი ერთ კითხვას დაგისვამთ, რომელიც მაყურებლისგან შემოვიდა და გამომრჩა მე რომ მეკითხა. ტოქსიკოზი როცა არის, მე მინახავს რომ 1 თვის განმავლობაში აქვთ ეს საშინელი მოვლენები ორსულებს და პრაქტიკულად საკვებს ვერ იღებენ. აი რაღაცა ის არის. წყლის მიღებაც უჭირთ კი. თითქოს თან სჭირდება ნაყოფს და ორგანიზმს საკვები და თან არ იღებს ამ საკვებს. ამ დროს რა ხდება? ძალიან საინტერესო, კარგი შეკითხვაა და საინტერესო ახსნაც აქვს. ესე იგი სტატისტიკა რომ ვის შეიძლება მოეშალოს მუცელი ამ დროს არის ძალიან მცირე. ეს კარგი. ვის შეიძლება სპეციალურად, ასე ვთქვათ, შეუწყვიტონ ორსულობა, ეს არის მიუხედავად თანამედროვე ძალიან ეფექტური საშუალებებისა, რომლებიც მე პრაქტიკულად 40 წელი ამუშავებ, მე არ მახსოვს, რომ ჩემს პაციენტს ყოველ შემთხვევაში ხან უნდა ჩემზე თამბუდა ჩემილია თქვა და სხვისი არ ვიცი, რომ დამჭირვებოდეს ორსულობის შეწყვეტა. ეს გასაგებია. ყოფილა ისეთი პაციენტები მოსულან, რომლებსაც ჰქონდათ უკვე ეს ცუდი გამოცდილება და ჩვენ შევძელით შენარჩუნება. ჩვენ შევძელით შენარჩუნება, ნუ იქ არის რაღაც ნიუანსები, ამაზე არ ვლაპარაკებ. დღეს არის წამლების საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა, რომელიც ამას შორის ეს ერთი. ვის არ ეშლებოდა და თუ ეშლებოდა ცირედი სტატისტიკური კვლევა ამასთან დაკავშირებით, მონაცემები, ვისაც მანამდე გქონდა მარაკში. სულ ამას ვეუბნები პაციენტებს, აი ხმა დავკარგე, ესე ვთქვათ. ცოტა კოვიდმაც ხელი შემიწყო, მაგრამ იქამდეც ახლა სტუდენტებთან და რასთავარია პაციენტებთან. ძალიან ბევრი საუბარი მიწევს, ქადაგათ ვარ დავარდნილი, რომ ვეუბნები, რომ ორსულობა აი ეს არის 9 თვიანი უდაბნოში სიარული. ნუ აი უამრავი გამოწვევაა, ხო, პრაქტიკულად, ესე იგი მთელი გადაშენდეს და ამას ემსახურება ეს 9 თვიანი კონსენსუსი. და აქ უნდა შეხვიდე როგორც ორი კუზი უკვე სავსე უნდა გქონდეს. ანუ მომზადებული, გააწვრთნილი, კარგად მომზადებული უნდა შეხვიდე და მაშინ ესეთ რაღაცეებს იტანს ორგანიზმი.
განსაკუთრებით კარგად და თუ წამალი დაეხმარება და ცოტა-ცოტა რაღაც გამოცდილება და ეშმაკობები, ის უკვე რა თქმა უნდა წარმატება უფრო მეტად გარანტირდება. კი ბატონო, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა და მინდა კითხოთ აუცილებლად სტრესზე. გასაგებია რომ ზოგადად ეს ფაქტორი როგორ მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. სტრესი. იცით რა არის, ესე იგი, სტრესოლოგია ჩემი სადოქტორო შრომა იყო პრაქტიკულად ამას ეძღვნებოდა, განხილული იყო ორსულობა როგორც სტრესი. სტრესი არ არის ცუდი, სტრესი რომ ერთხელ პატარა როგორც უხსნი მე სტუდენტებს, სტრესი არის ესეთი რამე. ძაღლი გამომეკი და გავიქეცი. თვით გადარჩენის რაღაც გავიქეცს ქვია სტრესი. ანუ განმარტების დონეზე. შეეგუო და გადარჩე რაღაცა გამოწვევის ფონზე. ადაპტაცია. ანუ ეს არის ზოგადი ადაპტაციური რეაქცია. ეხლა სტრესი ბევრ რამეს აფუჭებს, ემოციურ სტრესს ებრძანეთ თქვენ. თორე ისიც სწორად ბრძანეთ, რომ აი შიმშილის სტრესია და შიმშილი არის ყველაზე ძველი სტრესი. ის რომ ვიღაცამ რაღაცაზე ინერვიულა, ეგ თემა ძალიან გვიან შემოვიდა. თორე მაშინ კაცობრიობას რეალურად რეები აქვს გადატანილი. გვიანდელი ამბებია. კი ბატონო. მაგრამ აღმოჩნდა რომ ისეთი ვეებერთელა ფიზიკული გამოწვევა სტრესის რეალიზაცია. რომ აი ფსიქოემოციურ სტრესია, თორე გაქცევაზე არ არის ლაპარაკი. ისეთი დიდი რაოდენობა ჰორმონების გადაიტყორცნება, იგივე ინსულინი, იგივე პროლაქტინი, იგივე კორტიზოლი, იგივე მთელი ეს ადრენალინების ჯგუფი, ნუ არ ვიცი, რას უძლებს ორგანიზმი, ვისაც ეს სტრესი გამოსდია, იცის კარგად. ამას რომ შენ აუწყო და ორგანიზმი გადარჩეს, ანუ შეეგუოს ამას, ვეებერთელა საწვავს წვავს. ვეებერთელა საწვავი ძირითადად მოხმარებადი არის ფიჩხი, ეს არის ნახშირწყალი, წალამი. დაიწვა კახურად და ძირითადად იმიდის დატვირთვა ცილაზე. ესე იგი აკლდება ბავშვს ყველაფერი რა? ხო? და ამიტომ მე და უყურეთ რა წერია, მე სპეციალურად ფიქრობდი რომ სტრესი, ახლა სტრესი ყველაი დასვამს ამ შეკითხვას, ხო? პირდაპირ წერია შიზოფრენია ბავშვი რო განვითარდება, შიზოფრენია ან სხვა ნეიროგანვითარების სხვადასხვა ესეთ ფორმები, გადახრები, მათ შორის ქცევით პიროვნების ჩამოყალიბების ეტაპების დრეიფი სხვადასხვა, ან გვიანი ან ადრეული და შემდეგ, ეს ყველაფერი ბრალდება სტრესს. ემოციური სტრესი არის კვლევები, რომ თურმე ყველაზე არასასურველი არის შიზოფრენია, ხო? ამბობენ ამას, მაგრამ ამის უკანაც როგორც ამბობდა ვახტანგ ბოჭორიშვილი, ყველა დაავადება არისო ინფექციურიო, რომელიც ვიცითო, ან რომ არც ვიცითო, ისიც ინფექციური არის. ალბათ ყველაფერი მიდის ძალიან მარტივ რაღაცეებამდე, ისეთი როგორიც იყო. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, მე მგონი ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს დაინტერესებდათ. ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი ბესარიონ ტყეშელაშვილი, გინეკოლოგი, რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ამ საინტერესო საუბრისთვის, სადაც როგორც ყოველთვის გარდა მედიცინისა კიდევ ბევრ რამეს ვიგებ ხოლმე და მინდა მადლობა გითხრათ თქვენ. და დაგემშვიდობოთ, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ შემოგვერდება კიდევ ერთი სტუმარი, გოგონა, რომელიც მეორე ბავშვს ელოდება. სუნთქვისა და იოგას ინსტრუქტორი და აქვს პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაიადვილო ფეხმძიმობის და ორსულობის პერიოდი სხვადასხვა პრაქტიკების გამოყენებით. ეს იქნება სუნთქვის პრაქტიკა, აფირმაციები თუ ზოგადად ფიზიკურად მენჯის ძვლის მომზადების მომენტები, ასე რომ პრაქტიკული რეკომენდაციებისთვის და პირადი გამოცდილების გასაზიარებლად დაგველოდეთ რამდენიმე წამში.